ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ. მალვაში მყოფი მეამბოხე ლიტერატორის, სკანდალური წიგნის ავტორის, ერეკლე დეისაძის სენსაციური ექსკლუზივი სიმართლის დროში. მე დღეს არა ვარ მოსული მოსაგებად რა თანხის. პირველი ვიზუალური კონტაქტი საზოგადოებასთან ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ. ყველა ლაპარაკობ დღეს ჩემზე ჩემი გარდა. ბინძური ნიღბის მიღმა ნაპოვნი აგრესიული სინამდვილე. მოსდარდებს დაამახსოვრდებათ მხოლოდ პორნოგრაფია და სექსი. თუ ბინძურ პერსონაჟებს ამოფარებული ამორალური მიმდინარეობა. მე დავწერე და ეს უკვე მასის საკუთრება, ჩემი აღარ არის. სოციოპატიაში გადაზრდილი სიცრუის სიძულვილი. თუ ეროვნულ ფასეულობათა მიზანმიმართული ტორპედირება. დავსვით ჩვენი ერთი მეგობარი, შიშველი. სპეციალური სტუმრის სტატუსით მოსული უფროსი კოლეგის მოულოდნელი კრიტიკა. ნაგავზე, აკდა უარესი ნაგავი. და მეგობარი გოგონას სპონტანური პოეტური ჩანართი. უარ ყოფილი ჩემი შვილები ისევ გიხმობელური გაწიდან. რატომ გადაიქცა მის მოთხრობებში ძალადობა მთავარ მამოძრავებელ ძალად? საიდუმლო სირობის მიღმა, კარგად შეფუთული მკვლელი იმალება. შოკური თერაპიის პირველი რეალური შედეგი. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა. იპოვის თუ არა ტრადიციების წინააღმდეგ ამხედრებული მწერალის სინათლეს ბინძური გვირაბის ბოლოს. შენ დოკუმენტური კინოს რეჟისორობა შესაძლოა პორნოგრაფიით გაგრძელდეს? შეურიგდება თუ არა ორგიების მოყვარულ გოგონათა კერპი მისთვის მიუღებელ სინამდვილეს. მე თანდამიფაროს ვიყო მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის აქტივისტი. ნახეთ, ერეკლე დეისაძის სიმართლის დრო. ამბობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარით. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მჯდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარი არის 21 შეკითხვა და მზად ყოფნა გულწრფელად უპასუხოს მათ. მან უნდა აღიაროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. წესების თანახმად ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფზე. მათ არ იციან შედეგები, მაგრამ თუ კი ისინი 21 შეკითხვას გულწრფელ პასუხს გასცემენ, დარბაზს 100,000 ლარით დატოვებენ. ერეკლე დეისაძე, 20 წლის მწერალი ქუთაისიდან, დასაქორწინებელი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, სპეციალობა დოკუმენტური კინოს რეჟისურა. პოლიგრაფზე ტესტირებისას მან 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. ახლა კი შევხვდეთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს, ერეკლე დეისაძე. გთხოვთ. როგორ ხარ? კარგად, აი. მოკალათდი. ესე იგი, გაუჩინარებული იყავი. დიდი ხანია უკვე გაუჩინარდი და პირველად გამოჩნდი სიმართლის დროში. დიდი პატივია ეს ესე იგი. ძალიან. თქვენთვის. ხო, მივხვდი. რომ ამას იტყოდი, აი ზუსტად ამას ველოდი მართალი რომ მკითხე. მოდი სანამ რაღაცაზე რაღაც კითხვებს დაგისვავდე, გაგვაცანი შენი მეგობრები და სტუმრები. ჩემი მეგობრები მაიკო დეისაძე. ნათესავია. კი. იურა მეჩითოვი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ აპლოდისმენტები სჭირდება. კი. და ჩემი მეგობარი ოლიჩკა. ოლიჩკა. ახლა 4-ვე ადამიანს მე აგიხსნით წესებს, რომელიც საკმაოდ მარტივია. გიყვარს შენ მარტივი რაღაცები თუ არა? ხანდახან. ნახოთ. მოკლედ წესების შემდეგნაირი არის რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი შედგება 6 კითხვისგან, მარტივი კითხვებია, თუ რა თქმა უნდა წარმატებით ჩაივლი ამ ეტაპს, გახდები 400 ლარის მფლობელი. ეს არის გარანტირებული თანხა. მერე კითხვები იკლებს, თანხა იმატებს და ეტაპების მიხედვით რთულდება რაღაცეები. თქვენ შეგიძლიათ ეს ღილაკი გამოიყენოთ ნებისმიერ დროს, დააჭიროთ, თუ კი რაიმე კითხვა არ მოგეწონება და მე ამ კითხვას
რა თქმა უნდა შევცვლი. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია გაჩერდე და წახვიდე მალვაში ისევ თუ რა თქმა უნდა სურვილი გაგიჩნდება აბეგში. ხო, შენი სხვადასხვა მოთხრობები საკმაოდ სლენგით და ჟარგონებით არის დამახასიათებელი. ნუ ამას ვერ ვისაუბროთ. მოკლედ შეგიძლია ნებისმიერ დროს გაჩერდე, სანამ კითხვას დაგისვავ. კითხვას როგორც კი მე დავსვავ, შენ უკვე აბეგში ვეღარ წახვალ. კი ბატონო, სიამოვნებით. სიამოვნებით, გადასარევია. მოდი ერეკლეთი მოგმართო? რა თქმა უნდა. ბატონ იურე რაღაცნაირად მოგმართავდა. როგორ მიმართავთ? ეკო მე მგონი. ეკო. ეს ალბათ რა თქმა უნდა პრივილეგირებული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, მე ამის უფლება ჯერ არ მაქვს, ხო? გაქვთ. მოგმართო ეკოთი. კი, რამდენ დათმობაზე მივიდი. მაშინ შენ შეგიძლია შენობით მომმართო, იმიტომ რომ ხედავ გიშინაურდები, შენობით მოგმართავ. ეს ფორმატია, შეგვიძლია გავშინაურდეთ. სიმართლე ვთქვათ. კი ბატონო. მოდი დავიწყოთ რითი? დავიწყოთ შენი მუსიკალური კარიერით. ხო? ფართო აუდიტორიისთვის გახდით ცნობილი ჯერ აქედან. ვერ ვიტყვი რომ ფართო საზოგადოებისთვის ვინც ეროვნულ underground სადევნებს თვალყურს, აი მათთვის უფრო ცნობილი ვარ. რა სიმღერით გახდი პოპულარული? რა მოგიტანა პოპულარობა თუ არ მოგიტანა პოპულარობა? კი, გარკვეულ წრეებში პოპულარობასაც გააჩნია, რაც დავარქვათ. შენ რას ეძახ პოპულარობას? მაგას ცალკე თეორიები აქვს თავისი. ხო და მე მომწონს შენი თეორიები, მაინტერესებს და მოგვიანებით მაშინ. კი ბატონო. სიმღერები არის ისე თემებზე, რაზეც მაგალითად არავინ არ მღერის და არ ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, ჰარი პოტერი, ბინ ლადენი, ამაზე შენი სიმღერები. სოროსი. ბინ ლადენზე მახსოვს რაღაც გამოხვედი და მოუწოდე ხალხს, რომ ჩვენ მას უნდა ვაპატიოთ. რა თქმა უნდა. ინტეგრირება ყველაზე საჭირო. ცნება ჩემს. ახალი პროექტი გაქვს, ხო, კიდე რაღაც მუსიკალური? აი, რაც ეკო და პარალელური სამყარო. აი, კრაზე მღერით. ჩაწერილი გაქვს ალბომი უკვე, თუ როგორ? ეხლა არის ჩაწერის პერიოდში. ჰობის დონეზეა ჩემთვის. მუსიკალური კარიერა. კი, თუმცა თავს უკვე ნიჭიერ მუსიკოსად აცვლი. მოდი მე ამ ყველაფერს გადავამოწმ. ხომ ხარ მზად რომ დაგისვა პირველი ეტაპის პირველი კითხვა? რა თქმა უნდა. მიგაჩნია რომ ნიჭიერი მუსიკოსი ხარ? დიახ. ეს პასუხი არის სიმართლე. ერთი მართალი პასუხი უკვე გვაქვს. რაღაცა კარგად დაიწყო და იმედია კარგად გააგრძელებ თამაშს. თამაში გავაკეთებ ამას. თავიდან დამავიწყდა რომ მეთქვა და ეხლა მინდა უბრალოდ მაყურებელს შევახსენო ერთი რამ და ყველას ვინც უყურებს ამ გადაცემას, რომ მე დღეს არა ვარ მოსული მოსაგებად რა თანხის. ისთვის ხარ აბა? თავარი мотиваცია რა არის? თავარი мотиваცია არის სიმართლე, იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობს დღეს ჩემზე, ჩემი გარდა. მე მინდა რომ მათ ჩემი პასუხები მოისმინონ რეალურად ჩემს შესახებ. რა გაეწყობა? როგორც შენ საერთოდ მოთხრობაშია, თორსტები ყავა ნალექიანია, ამინდიო ნალექობს, ხედვართ პირისპირ და საუბრობთ, ხო? ესეა, ხო? კი. სწორად გახსოვს. შენ ქუთაისში ცხოვრობდი, გაიზარდე, სწავლობდი, ხო? კი. ახლა რამდენი წლის ხარ? 20-ის. 20-ის, კი. მოდი გავხსენოთ შენი პირველი გამოჩენა საზოგადოებაში. მე მახსოვს რომ 5-20-ანი ბიჭი იყავი, კარგად სწავლობდი. და აი როდის ალაპარაკდა ერეკლი დეისადაზე საზოგადოება. დავიწყოთ ქუთაისიდან. ცი რა თავი ლაპარაკობდნენ თავიდანვე. ანუ განსაკუთრებული იყავი ბავშვობიდან. რითი მე გამოირჩევა? არ ვიცი, მე ვერ გეტყვით მათთვის რას ლაპარაკობდნენ აბა? არ ვიცი, მე უბრალოდ ბავშვობიდან მიყვარდა ეს ყურადღების ცენტრში როდის მოხდა? როდის იგრძენი რომ აი ყურადღების ცენტრში ხარ განსაკუთრებული? როცა სკოლაში შევედი. აჰა, რა მოხდა? რა შუა მეხზე ვიჯექი და ძალაუნებლად ყველა მე მიყურებდა.
იუმორის გზნობაც გქონია. ეს კარგი თვისებაა, მაგრამ მე სხვა მოკლედ მე ხა ფაქტებით უნდა დავიწყო. არა. წერდი ბავშვობიდან გამოხვედი, კითხულობდი ლექსებს. მე რა მოხდა, მოდი ეს მოკები. დავდიოდი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, პიონერთა სასახლე ერქვა მანამდე. სადაც სწავლობდი ლიტერატურის თეორიას და სხვადასხვა მხატვრული კითხვის წრე და რაღაცები იყო, მოკლედ სადაც დავდიოდი და მაინტერესებდა ყველაფერი. სადაც კი რამე ხდებოდა ქუთაისში, თითქმის ყველგან მივდიოდი ამ მხრივ, რომ ინტერესი მქონდა ყოველთვის რაღაც ახალი გამიგო. ამ მხრივ მოხდი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც ტარდებოდა გამოჩენილი ღვაწლმოსილი პოეტების და მწერლების იუბილეები და რა თქმა უნდა მე მიწევდა ამ იუბილეებზე გამოსვლა როგორც მომავალ ღვაწლმოსილ პოეტსა და მწერალს. რომ გავიზარდე უკვე შემდეგ ინტერესის სფეროც გაიზარდა ლიტერატურისადმი, დავიწყე რაღაცების კითხვა და უკვე ერთ-ერთ საღამოზე ვისი საღამო იყო, ხო არ გახსოვს? არა, მართლა არ მახსოვს, იმიტომ რომ ვერ ვიმახსოვრებ, იმდენად პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ეგეთი საღამო და ყველგან თითქმის ერთ და იგივე მეორდება. ყველგან ერთ და იგივე საკეთებდი? კი. ანუ უბრალოდ გამიჩნდა პროტესტის გზნობა, მეტი არაფერი ისეთი. და რა გააკეთა, აი მოყევ? ლექსის კითხვა შევწყვიტე და ვისი ლექსი იყო არ გვახსოვს? არა. დავტოვე სცენა და ჩამოვედი. შენ ესე მარტივად დაგიტოვები ეს სცენა, იქ სიტყვით გამოხვედი სხვა სიტყვით. თუ ეს ჟურნალისტის შალამაზებულია ინტერვიუში, მაგ წაკითხული სხვათა შორის. არა, ჟურნალისტები ყოველთვის ალამაზებენ რაღაცებს. ანუ შენ არ მიგიმართავს იმ პოეტისთვის, რომ ეს რა დაგიწერიათ? კი, ხო. და ამას გეკითხებ. მე ჩემი აზრი უთხარი, რომ ეს არ მიმაჩნდა პოეზიად და ჩამოვედი სცენიდან ესეთ. და ეს იყო მათთვის ერთი მხრივ შოკის მომგვრელი და მეორე მხრივ ძალიან უზნეო და უსირცვილო საქციელი. და შემდეგ უკვე მე გავიცანი ჩემი მეგობრები, ახალი მეგობრები, რომლებიც წერდნენ ახალგაზრდა პოეტები და ჩვენ დავიწყოთ პერფორმანსების კეთება. აი ეს ძალიან საინტერესო თემაა. ეს პერფორმანსები ქუთაისისთვის რატომღაც ახალი აღმოჩნდა, იმიტომ რომ საერთოდ ძალიან ინტერესით სავსე ქალაქია ქუთაისი, თუ სადმე რამე ხდება, ყველგან მოდის ხალხი, რომ შეაფასთან ძალიან კრიტიკულებიც არიან. თეატრი იქნება, კინო იქნება თუ პოეზია, ყველა თავის თავს მიჩნევს როგორც ექსპერტს. და კაცრი კრიტერიუმები აქვთ და ეს კრიტერიუმები შენ როგორც ამ პროდუქტის შემქმნელმა უნდა მიაწოდო ისე, რომ ის კმაყოფილი დარჩეს, რომ ტაში გაღირსოს, ესე ვთქვათ. ტაშის ნაკლებობას საერთოდ არ უჩიოდით, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი პერფორმანსები ლაითად რო ვთქვათ, იყო შოკი. აი ის მოხდება ის პერფორმანსი, რომელიც ვთქვათ, ამოიკითხეთ რომ ადამიანები თურმე ორ კვირაში ერთხელ ბანაობენ. გადავაწყდით ჩემი მეგობარმა შემთხვევით გადააწდა ესეთ კვლევა, სადაც ეწერა რომ ანუ ადამიანები საშუალოდ კვირაში ერთჯერ იბანენ. და გადაწყვიტეთ გავუკეთებია საქართველოში ეს. გავუკეთებია პერფორმანსი პოეზია დუში არ არის. და ერთ-ერთ დარბაზში დავსვით ჩვენი ერთი მეგობარი, შიშველი და ერთი წყალს უსხამდა, ანუ ბანდა და ჩვენ დავდიოდით სცენაზე და ვკითხულობდით ლექსებს ამ დაბანვის ფონზე. ეს იყო შოკი. რა სახის ლექსები იყო? ლექსები როგორც ბერლიბრი თავისუფალი პოეზია, ისე კონვენციური ლექსებიც. ავანდ ეს პოეზია არ იყო ისეთი, როგორცაც მე უკვე მაშინ ვაკრიტიკებდი და არ მოვწონე, ეს რაღაც ახალი იყო, ჩემთვისაც ახალი იყო და სწორედ პოეზიით მოხდა ჩვენი დამეგობრება, ვინც კი ჩემი მეგობარია დღესაც. აი სამხედრო ფორმით რო დადიოდი? კი, ესეც იყო. მარტო იყავი მაშინ მეგობრებთან? მარტო არ ვიყავი, გავაკეთეთ. ვის წინააღმდეგ წახვედი მაშინ? არაფრის წინააღმდეგ, უბრალოდ 68 წლის რევოლუცია სტუდენტური, რომელიც პარიზში მოხდა, ყველას მის ალბათ ეს ამბები.
აღნიშნეთ ეს და ერთ-ერთი ლოზუნგი გამოვიტანეთ ქუჩაში, რომ პოეზია ქუჩაშია. ესეთი ლოზუნგი, ანუ არ შეიძლება პოეზია იკითხებოდეს მარტო ლიტ კაფეებში და დახურულ სივრცეებში. ჩვენ დავდიოდით ყველგან თითქმის ქალაქის ქუჩებში, ბაზარშიც კი დავდიოდით, კარტოფილის დახლებზე ვიდექით ხოლმე. იქ ყოფილებ ერთი პერფორმანსი, წაგვიკითხავს ლექსი. დავძლებოდით პადლებში, სახურავებზეც დავდიოდით, სახლის ყველაზე მაღალი შენობა, 1000 გვარი რაღაც ექსპერიმენტებს ვაკეთებდით ამ ხრივ. და ეს პერფორმანსი შემდეგ ამ პერფორმანსებმა მიიღო უკვე ძალიან სერიოზული სახე და ხშირად მეორდებოდა. თითქმის ყოველ თვეში ერთჯერ ან ორჯერ ვაკეთებდით და ხალხის ინტერესიც გაიზარდა. ანუ თუ მაგალითად პირველ პერფორმანსზე იყო 50 კაცი, მეორეზე 100 და ეს რიცხვი ყოველ პერფორმანსზე იზრდებოდა. ბოლოს უკვე იჭედებოდა თრიანად დარბაზები და ძალიან მიკვირდა. მე სხვადასხვა ვერ დავინახე თბილისში, როცა ჩამოვედი, იმიტომ რომ აქ არ აინტერესებთ იმდენად. აი ქუთაისში აუდიტორია ძალიან დიდი და ყველაფერი აინტერესებს. აი ესეთი აუდიტორია, როგორც ქუთაისში ამ ხრივ, აი პოეზიის მოსასმენად რო 100 კაცი მოვექ, ძალიან მაგარია და თბილისში მე 100 კაცი რაც დღემდე პოეზიის საღამო ყოფილა არ მინახავს. აი კოშკას საღამოს თუ არ ჩავთვლი ჩემი მეგობრის. მაშინაც გაიწვია. ცისფერ ყანწელებს ხوار ბაძავ. არა, ცისფერ ყანწელებს არ ვბაძავდით, უბრალოდ ну, რა თქმა უნდა, ჩვენ მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვიყავით ნოვატორები და პირველები. ჩვენამდე იყვნენ, რა თქმა უნდა, ცისფერ ყანწელები, რომლებიც სტაფილოებით ხელში დარბოდნენ ქუჩებში, ზოგი ხეზე იდგა და ყვიროდა. და ისინი საკეთებდნენ მსგავსი ტიპის პერფორმანსებს. ანუ ამას ჰქონდათ რაღაც სათავე ქუთაისში, მაგრამ მოხდა ისე, რომ შემდეგ როცა სამოქალაქო ომი იყო თბილისში და ეს 20 წლიანი კოშმარი, 10 წლიანი კოშმარი ჩაწდა ეს ყველა შეწყდა და ხიდი ჩატყდა. ანუ აღარავინ აღარაფერს არ იყვნენ პოეტები და ხაც არიან და მაგრამ იმდენად არ ჩანდნენ როგორც უნდა ყოფილიყო. ანუ პოეზიის პროპაგანდა არ იყო ქალაქში. და ჩვენ ეს პირველ რიგში ეს დაგვაკლდა და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ სისტემატიური სახე მისცემოდა ამ პერფორმანსებს. უნდა რაღაცნაირად სისტემატიური სახე მისცეს ახლა კითხვების დასმასაც. წინ წავიწიოთ და მეორე კითხვის დროც მოვიდა. იმედია ხელვა მოგეხსნა, რომ თავიდან ცოტა დაძაბული მეჩვენებოდი. ალბათ. ხო, მოგვეხსნა, კარგად ვართ. შვენიერი მეორე კითხვა. არსებულის წინააღმდეგ გალაშქრება პოპულარობის მოპოვების ყველაზე მარტივი გზა. დიახ. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. შვენიერ მივიდივართ წინ. ახსნე თუ შეიძლება. ანუ შესაძლოა ბევრი პროტესტი გაქვს, რომ რაღაც ინტერვიუებს რომ კითხულობდი, სულ რაღაცის წინააღმდეგ ილაშქრებ. საქართველოში აი საქართველოში ხდება ეს. არა მარტო საქართველოში, ყველგან თემსოფლიოში ეგრეა. ანუ ყურადღებას იქცევ, როცა რაღაც დაენერგიულ ნორმებს და უპირისპირდები. ხელოვნებით მნიშვნელობა არ აქვს ხატრული ტექსტი იქნება თუ მუსიკა თუ მხატვრობა. საკუთარი თავი ნაპოვნი ჯერ არ გაქვს, ხო, როგორც ხდება? კი. ერთ-ერთ მოთხრობაში გაქვს, რომ რას მთავაზობს სამყარო იმისთვის, რომ ვიპოვო საკუთარი თავი. მაგრამ აქ ვერ უნდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ მე ჩემს პერსონაჟებს არა, მაგაზე არ მაქვს უბრალოდ საიდანაც ხომ მოდის ეს ფრაზა. კი, ეს უბრალოდ ვიღაცების პრობლემა დავინახე და მაგიტომ დავწერე ეგ ფრაზა. ანუ მე ვიპოვე ჩემი თავი და შენ ნაპოვნი გქონდა შენ. კი, მე რო თავი არ მქონდეს ნაპოვნი, არ ვერ დავწერდი მაგას უბრალოდ. იქნებ ძიების პროცესში ხარ. ძიების პროცესი ერთია, მაგრამ როცა ამას წიგნად გამოსცემ და უკვე მასის საკუთრება და შენი გზა უკვე ნაპოვნი გაქვს. იცი მიმართულებას საერთოდ წახვიდე. ვიცი. და ამ შემთხვევაში ეს პრობლემა მე დავინახე ადამიანებში. მოდი ანუ შენ მშობლებზე ვისაუბროთ, გინდა? კი ბატონო. ასე ერთ მოთხრობაში გიწერია, რომ მშობლების მანამ უნდა გყავდეს, სანამ ისინი შენზე ზრუნავენ და რაღაც სურვილებს გისრულებენ, როგორც კი ამის საშუალება აღარ აქვს, ისინი უნდა მოიშორო. კი, ეგრე წერია. და
მშობლების ჩაძაღლებაზე უფიქრე არაერთხელ შენს პერსონაჟებს. კი. რა რეაქცია ქონდა შენ მშობლებს, როდესაც ეს მოთხრობებს კითხულობ? არ კითხულობდნენ, არ გქონდა წაკითხული, სანამ წიგნად არ გამოვიდოდა და აი წიგნად რო გამოვიდა რეაქციასაც ვერ დავარქვა რა, ძალიან ცუდი. აი რა მოხდა? ანუ ეს კრიტიკას გასდა? ჩვეულებრივ კრიტიკას. არ დაუწიეთ რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან განიცდიან და აღელვებლები არიან ამ ყველაფრის გამო. განიცდიან შეიძლება იმიტომ რომ სხვები ეუბნებიან რაღაცნაირად. თუ როგორ ხდება? ალბათ შენ თვლი რომ არასწორია მათი არ მოწონთ. არ მოწონთ. პირადად მათ არ მოსწონთ. მიუღებელი და შენ თვლი რომ არასწორი გააკეთე, თუმცა ეს ციგნი გამოვუშვა. არა, მე არ თვლი რომ არასწორი გავაკეთე, იმიტომ რომ როგორ შეიძლება წიგნის დაწერა იყოს ცუდი საქციელი, კარგი იქნება ეს წიგნი თუ ცუდი. კრიტერიუმებს აქვს მნიშვნელობა, როგორ მიუდგები. აი ლიტერატურას როცა მორალის მხრივ უდგები, უკვე არასწორი მიდგომა. არც მორალურია, არც ამორალური არის, ლიტერატურა არის იმორალური. შენ როგორ ფიქრობ, აი შენი წიგნიდან რა დაამახსოვრდება ყველაზე მეტად კითხველს? დრო აჩვენებს ამას, მე მიჭირს ამაზე რაღაც კომენტარის გაკეთება. მე შენს მეგობრებს ვკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რა დაამახსოვრდება ყველაზე მეტად კითხველს ერეკლის წიგნიდან? კითხველსაც გააჩნია ის მოზარდებს დაამახსოვრდებათ მხოლოდ პორნოგრაფია და სექსი. ხო, ინტერვიუში შენ გაქვს ნათქვამი ძალიან საინტერესო რაღაც, რომ მე ზუსტად ვიცი, რომ ადრესატი ყავს ჩემს ნაწარმოებს, ეს არის 15-16 წლის გოგოები, რომლებიც მშობლებისგან დაუკითხავად ჩემთან ჟიმაობაზე დათანხმდებიანო. აი ეს რას ნიშნავს? ანუ შენი მოთხოვნილება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აი ამისთვის. არა, მე დავწერე და ეს უკვე მასის საკუთრება, ჩემი აღარა, ჩემი მანამდეა ჩემი ტექსტები, სანამ კომპიუტერში მაქვს და მასზე მუშაობ. ხოლო როცა წიგნად გამოდის, ის საერთოდ აღარ მეხება მე უკვე. მას ვის როგორ უნდა ისეთ განაჩენს გამოუტანს, როგორც გამოუტანეს ზოგმა დაწვა, ზოგმა ბალიშის ქვეშ ამოვიდა და ზოგი დღესაც აღფრთოვანებულია. ხო და ეს აღფრთოვანება არის ადრესატების წლის გოგოები? კი, არა. კითხველები ჩემ წიგნს დღეს როგორც ვიცი, კითხულობენ ყველა თაობის ადამიანები დაწყებული ბავშვებიდან მოხუცებით დამთავრებული. მოდი ასე კოპრივი ბარიერი ნახე რა. ანუ ადრესატი შემდეგ ჩნდება, როცა ეს წიგნი გამოდის. ანუ მე ესე არ უმიზნებ, რომ აიცი ამას რო წერო ეჭველის ბავშვი წამოიგება. ანუ ეს ინტერვიუში ეწერა და შეეძლო, ანუ მცდარი ინფორმაცია. მცდარი აღქმის შეიძლება ვინ როგორ აღიქვამს ამაზეა. ამ ფრაზას რაც შეთქვი? კი. ანუ ადრესატები აღმოჩნდნენ ეს ბავშვები ძირითადად. არის ბოლო ფრაზაზე მაქვს საუბარი განსაკუთრებით, რომ მათი არჩევანი ეხა ვისთან დაწვევიან, ეგ მე საერთოდ არ მეხება. ბატონო იურა, თქვენ ხართ მისი მოთხრობების მკითხველი? კი, წამიკითხავს მე, მანამდე სანამ დაიბეჭდა. რამდენიმე იქიდან 4-ია სულ გავშორე. რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად? მე მომწონს მამა, თუმცა ეხლა კარგად დეტალებში არ ვარ შეხედული, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ აქ ჩვენთან ხდება ერთი რამ გაუგებრობა, რომ კაი მთქმელს კაი გამგონი უნდა, არის ასეთი ფრაზა და როცა ეს წიგნი ხდება იმ სიტუაციაში, სადაც გამგონზე საუბარი ზედმეტია, იწყება ესეთი გაურკვევლობა, რომელიც ასახავს ლიტერატურა სხვა არის და ცხოვრება სხვა. შეიძლება ერეკლები კარგად თქვა, ეხლა მე ვწერ და მე არ მეკუთვნის. გარკვეულწილად არ ეკუთვნის უკვე მას. ეკუთვნის იმას, ვინც კითხულობს. და მე ვიცი, რომ უამრავ ადამიანს არც წაუკითხავს არაფერი იქიდან. ანძღავენ უბრალოდ წაუკითხავთ. წაუკითხავთ, იმიტომ ჩვენი დიდჟამიანი კომუნისტური ტრადიცია მაშინ იწყებოდა სოლჟენიცინი რო წერდა, მე სოლჟენიცინი არ წამიკითხავს, მაგრამ აი ეს მაგრამ იწყებოდა მაშინ. აი დაახლოებით ასე მოხდა დეისანდეს წიგნთან ეხლა ამ შემთხვევაში. და საზოგადოება აღშფოთა ყველაზე მეტად თუ არ ვწდები დედის მიმართ გამოთქმული რაღაც ფრაზები იყო, რომელიც ფლაიერებიც გააკეთეს ამ ფრაზები სპეციალური, რომელსაც ურიგებდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომ ისინი გაეღიზიანებიათ და შენ ფორუმზე წაიკითხე ძალიან საინტერესო რამ და მოკლედ მე ფორუმზე წავიკითხე ესეთი ადამიანი რომელიც აღშფოთა რომ შენ დედა შეურაცხყოფა მივაყენე გამოხატავდა ამ კომენტარით საკუთარ დედას როგორ აყენებს შეურაცხყოფას ჩემი დედა
ზუსტად ეგ ფრაზა იყო და მე დავაყობე და მართლა გამიგე. რომელი მოთხრობიდან იყო ეს აღშფოთება გამოწვეული? 99-დან და ნუ აქვე მინდა ვთქვა რომ დედა აქ არის პირობითი ცნება ეგ ერთი. მე ურჩევდი რომ წაიკითხო უბრალოდ არც ვავალებ და რა უბრალოდ როდესაც ლიტერატურულ ტექსტს განიხილავ მაშინ უნდა იყოს ჩახედული რაღაც დოზით მაინც. როდესაც არ წაგიკითხავს ალბერ კამიუს უცხო, ნიცშეს თეორიები და ფილოსოფია შენთვის უცნობია, რა თქმა უნდა, იმისთვის ჩემი ტექსტი იქნება მიუღებელი. მიუღებელია, როდესაც დედა თქვა ცარკეში იხედა, ხო? ეს სცენა იყო ალბათ გამაღიზიანებელი და პირველჯერ უფრო გამაღიზიანებელია ჩემი აზრით ალბერ კამიუს უცხო, მაგრამ ეს ხო კლასიკა. სწორად აღნიშნა ბატონმა იურამ, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. ეგრეთ რომ მივუდგებით ჩვენ დიდოსტატის მარჯვენა ცხთის გმობა, როგორც ერთ-ერთი მეუფე, ამას სპეციალური ქადაგებაც კი მიუწვენ და მაგაში ორი აზრი არა, რომ იქ არის რაღაცები, რაც ქრისტიანულ ნორმებს და მორალს უპირისპირდება. ლიტერატურას აქვს უფლება აკრიტიკოს ისე რომ არ იქადაგოს ახალი. ანუ იქადაგოს და ისე აკრიტიკოს, ხო არ შეიძლება ყველაზე მეტი აკრიტიკება რომელი მოთხრობის მერე მოხდა. ვინც მაკრიტიკებს იმათგანაც მე არ მიმეა. კი, მაგრამ მე ჩემთვის იცი მთავარი რა არის. რას ამბობენ კი არა, ვინ ამბობს, ეგ უფრო მთავარი. რა მოთხრობაზე ატყდა, ანუ მე ეჭვი მაქვს რომ რომელიმე სიქედან უმრავლესობას წაკითხული ქონდა ეს ტექსტები. ალბათ გააღიზიანათ საიდუმლო სირობამ. ყველა ანუ ერთ ქვაბში მოიხარშა ის მოთხრობები, რომელიც სახელწოდება საიდან გაჩნდა? რატომ მაინც და მაინც აესა? იმიტომ რომ ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, კონკრეტული მოთხრობის, კონკრეტული პერსონაჟების საქციელი და ქმედება სირობაა. ზოგადად ლიტერატურას უყურებენ, რომ ლიტერატურამ რაღაც უნდა გასწავლოს, უნდა იქადაგოს. ხომ შეიძლება ჩემ ტექსტებს შეხედო ისე, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ანუ ჩემ პერსონაჟებს და არა ისე, რომ აი მისთვის ეს სამაგალითოა. ჩემთვის არა, მე ჩემი პერსონაჟები მეზიზრება სიმართლეებით რა. რამდენიმესთან მაქვს რაღაც 5% საერთო, რა თქმა უნდა. შენი ძახი რომ ადამიანებმა ალბათ ვიღაცება საკუთარი თავი დაენახეს სწორედ ეს გაღიზიანების მიზეზი. რა თქმა უნდა. კი, ესეც არის. იმიტომ რომ როდესაც რაღაც ითქმება და როდესაც ამბობენ რომ აი თაობა იღუპება და აი მე ქვეყანა თავზე გვენგრება და მე არ ვღებულობ ჩემ თავზე ამას. ნუ თორსა ჩემ თაობაზე ამბობენ. იმიტომ რომ მე არ ვთვლი თავს დაღუპულად ნამდვილად და ეს მათი მოსაზრებაა და მე მათ უსმენ უბრალოდ და არც მიმაჩნია კომენტარსაც არ ვაკეთებ ამაზე უბრალოდ მოусმენ და მეტი არაფერი. ანუ ისინი ყირიან ვინც ალბათ დაინახეს თავიანთი თავი ეგა. კი ბატონო. მოდი დაგისვავ მესამე კითხვას. დედა შენი შენთვის იდეალური დედაა? რატომ გადაიქცა მის მოთხრობებში ძალადობა მთავარ მამოძრავებელ ძალად? საიდუმლო სირობის მიღმა კარგად შეფუთული მკვლელი იმალება? სპეციალური სტუმრის სტატუსით მოსული უფროსი კოლეგის მოულოდნელი კრიტიკა. ნაგავზე ატყდა უარესი ნაგავი. და მეგობარი გოგონას სპონტანური პოეტური ჩანართი. უარ ყოფილი ჩემი შვილები ისევ გიხმობენ ორი კაციდან. შეურიგდება თუ არა ორგიების მოყვარულ გოგონათა კერპი მისთვის მიუღებელ სინამდვილეს. ერთმა დამიფაროს ვიყო მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირის აქტივისტი. ნახეთ, ერეკლე ბეისაძის სიმართლის დრო. დედა შენი შენთვის იდეალური დედაა? დიახ. უიდეალურეს. შვენიერი, ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. ეს კითხვა ალბათ უფრო
იმ ადამიანებისთვის იყო, რომლებიც გაიგივებენ შენს პერსონაჟებთან და თვლიან, რომ კატეგორიულად განწყობილი ხარ მშობლების მიმართ და ვერიტან მოკლედ დედას და მამას. და როგორც შენივე სიტყვით იტყოდი, ჩაძაღლების სურვილი გაქვს. ანუ როგორც თავში აღნიშნა, იგივე გავეცი ერთგვარად ამ კითხვას პასუხი, რომ ჩემს პერსონაჟებთან საერთო არაფერი მაქვს. საერთოდ ბევრი პრობლემა შეგექმნა შენი მოთხრობებისა და გამო. ბევრი ადამიანი გიპირისპირდება, ხო? კი, მუქარები იყო ტელეფონი თავიდან, ტელეფონი რო გამოვხდე, უკვე Facebook-ზე მომაგნეს და წერილი. რა კატეგორიის ადამიანები არიან? ვისაც არ წაუკითხავთ და უბრალოდ სათაური არ მოსწონთ და ეს. ყველას ვეკითხებოდი, ვინც კი არის რაღაცა გინებას რო დაიწყებდა, თავიდან ანუ ეკითხები რატომ მაგდი და მეც ვაგინებდი და რაღაცა იყო უკვე ძეწკისადი, რომ იმას ვემსგავსებოდი, ვის მიმართაც მე პროტესტი მქონდა, რომ მეთქი რატომ უნდა გაუყადრო თავი ვიღაცა ახლა მაგინებს და მეც ბავშვობა. და შევდივოდი დიალოგში, უბრალოდ იქამდე რომ აი კითხვა დამესვა. და წაკითხული გაქვს და ასოხი იყო ყველაზე შოკის მომგვრელი, რომ მაგას როგორ წავიკითხავ მაგ საზიზრობას. შევიათ ხოლმე მეგრე მონაყოლით, გაგონილით, ციტატებით, ანუ ესამაც დაიწყო თითქმის ყვითელი პრესა, ეს გაზეთები, ტექსტებიც კი დაამახინჯეს ჩემი. ანუ შეცვალეს. რა თქმა უნდა, აი იქ შედარება მაქვს ტაძრის პიროვნებასთან. დაიდგა იგი შეუდრეკელი ვითარცა სამების საკათედრო ტაძარი ადამიანზე. და რატო იფიქრეს, რომ იგიში პენისი გულისხმობა და ვერ მიხვდი და ფრჩხილებშიც ეწერათ, რომ შედარებული იყო ტაძარის სასქესო ორგანოს. ანუ მათ მოვიდათ რეალურად ეს შედარება თავში აზრად ვიდრე მე. აი ტექსტი ყველა ტრანსფორმირება მოახდინეს შენი მოთხრობის და რაც მთავარია სიმბოლო გააჩინეს ახალი. ხო, იმიტომ რომ ძალიან ჩახედულები არიან და ბატონო ირო, თქვენც იგივეს ფიქრობთ ალბათ ხო? მე საერთოდ იცით, ყველაფერი ძალიან მიკვირს, რომ ახალგაზრდა ადამიანი მოდის ცხოვრებაში და მას აქვს თავისი დამოკიდებულება და უნდა კონდეს კიდევაც. აი ნათქვამი ახალგაზრდას, ვისაც არ აქვს, მე ამბოხე სულ ის ახალგაზრდა არაა და როცა ადამიანი დაბრძენდება, თუ ის ასევე გიჟია, ესეც გაუგებრობაა. აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გამოხატავს ამ პროტესტს, თუ არა? ეხლა ეს არის ყველაზე, რა ვიცი, ყველაზე ჰუმანიტარული ფორმა, რაც შეიძლება იყოს, ადამიანმა დაწერა წიგნი, დაწერა სიმღერები, მე მგონი სიმღერები სიმღერა და გააკეთა პერფორმანსები. აბა სხვა რა ულაკნას. ხუმბა რა იყოს ხელში. საერთოდ გიყენებენ, როგორ ფიქრობ? და ვინ გიყენებს? აქ არის ერთი რაღაც. ჩემი წიგნის ვინც გამოიყენებს ჩემ წიგნს კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მეხება. ის მათი საკუთრება და ვის როგორ უნდა ისე შეაფასოს და ვის როგორ უნდა ოღონდ ნუ გადააკეთებენ. ოღონდ ნუ რა თქმა უნდა, როგორც ჟურნალებმა და გაზეთებმა დაამახინჯეს ჩემი ტექსტები. მაგრამ ისინი ამ წიგნის დაგმობით და ანძღვრით იწერენ ქულებს, როგორც შევიათ ხოლმე. თუ დოგმები არსებობს, მაშინ დავემგვანებით ირანს და ვიქნებით თალიბანები. ჩამოვყალიბდებთ ეს თუ რჩევნიათ, გადაწყვიტონ, აი როგორც ჩემი უფროსი კოლეგა ლაშა ბუბაძე ამბობდა. და ჩვენ მართლა ვადგავართ ამ გზას, ძალიან საშიში პროცესია თვითონ და შეიძლება არის სამდე მივიდეთ. ჩემი წინასწარმეტყველება ამ ტექსტებში შეიძლება ზღაპარი იყოს იმასთან შედარებით, რაც რეალურად მოგველის. ეს საინტერესო მოთხრობა გაქვს და რეალურ ფაქტებზეა ვიძახ. კი, რაღაცები არის იქ რეალური რაღაცები არა. ჩემ შემთხვევაში პრობლემა არის რეალური და არა სიუჟეტები. შენი საყვარელი მოთხრობა აქსანა, ხო? ერთ-ერთი. მიყვარს კი. ნუ თული ახლა საკუთარ ტექსტზე ესე ისაუბრო, მაგრამ ფაქტია და ვერ მოვიტყუები, ძალიან მიყვარს. სხვებსაც უყვართ უმრავლესობას და ძალიან მაგარი. მოდი შენს მეგობარ გოგონას ვკითხოთ. ოლღას. როგორი ადამიანი, რომანტიულია? რომანტიულია საკმაოდ. რა გაუკეთებია ეს დრო, რა საკეთებს რომანტიულს? გიწერს რა? რომანტიულ ლექსებს წერს. მართლა? კი. ხარ ძეპირად რა? კი, რომელი ვთქვა. თუ გინდა საერთოდ არ თქვა, თუ გინდა თქვი. რატომაც არ უნდა თქვა? შენ ჯერ სიწერდი იმ წვეულ ღამით. როცა ისმოდა ძველი ტაძრიდან, უარყოფილი ჩემი შვილები ისევ გიხმობენ უნიტაზიდან.
კარგი, მოდი ისევ ძველ თემას დავუბრუნდეთ, რომანტიზმს გადავუხიოთ. ბატონი იურა თვლის, რომ შენ მას პოლიტიკურ ჭრილშიც კი მოახვედრეს, ხო? მისი წიგნი არაფერში არ არის თვითონ ეს ადამიანი ამ ყველაფერთან. ერეკლეს გამოყენებით, ერეკლეს ნოეწყინება, მოხდა ვიღაცების დამკვიდრება პოლიტიკურ თქვათ ასპარეზზე, გამოჩნდა ძალები, რომელიც თქვენს რომ ჩვენ ვართ. პატარა საქმეა, ეს დიდი პიარ კამპანიებით არის. არა მხოლოდ პიარ კამპანია მოხდა ერეკლესი თავისთავად, არამედ იმ ხალხმა საკუთარი პიარი გაიკეთეს. ვინც გამოვიდა, ზოგი გამოვიდა ძალიან კარგი, როგორც ამბობენ, უფრო დიდი კათოლიკოსი, უფრო დიდი კათოლიკე ვიდრე რომის პაპი არის ასეთი გამონათქვამი. გამოჩნდა და დაიცვეს და ჩვენის ვარ და ეს ვარ და რაღაცა გამოჩნდა საზოგადოებაში, როგორც ძალა, დამკვიდრეს კიდევაც მოძრაობის სახით. რაღაცები ხდება ამით, ეს არ არის უბრალო საქმეები ქვეყანაში. აი, ქალბატონ მაიას აზრიც გვაინტერესებს. და საერთოდ ნათეს თქვენ ნათესავები ხომ ხართ? დიახ. აი, როგორ უყურებენ ამ ყველაფერს ნათესავები? თუ აქვთ მათ პრობლემები მის გამო თუნდაც? პრობლემები ქონდა, რასაკრულია ერეკლეს დედას სამსახურში, სოფელში, სადაც ერეკლეს მშობლიური სოფელია. ნუ რაღაც ხანერეთ უყურებდნენ ვითომ, მაგრამ ნუ მე ყველა გაერკვა, რომ აქ არაფერი ისეთ პრობლემატური არ არის. უბრალოდ იცით რა ხდება? ნათესავები ყველა ისეთი წრე ყავს ერეკლეს, რომ ძალიან განათლებული, ძალიან ინტელექტუალური საზოგადოება, საოცრად ინტელიგენტი მშობლები, დედა, რომელიც არის არაჩვეულებრივი ქალბატონი და იმას ძალიან დიდი როლი მიუძღვის ერეკლეს განათლებაში, ესე იგი ის ქალბატონი, ნუ არ ვიცი, ეს არის სამაგალითო დედა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა თავის შვილებისთვის და დღემდე ესეა, რომ აი მაქსიმალურად აი წიგნიერები ყოფილიყვნენ და განათლება მიეცა, შეიძლება აი რაღაც საკვები მოეკლო თავისი შვილებს. სულიერ საკვებს ყოველთვის საოცარი ოჯახი აქვს მართლა და იცი იყო დრო როცა მე კიდე ერთ დავამატებდი რომ ერეკლეს ნაწარმოებები მე მგონი აი პატარა თაობისთვის ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი შრეებია, რომელიც აი ამ სტრიქონებს, აი ამ ტექსტებს შორის უნდა ამოიკითხოს ადამიანო, იმდენი პრობლემაა მართლა ასახული ამ ნაწარმოებებში და ცოტა მე მგონი რომ საზოგადოებას ზოგჯერ სარკეში ჩახედვა აღიზიანებს, თუმცა საკუთარ თავს რეალურად ხედავს, ცოტა გამაღიზიანებელია და მე მგონი ზუსტად ეს იყო მიზეზი საზოგადოების ესეთი პროტესტისა, რომელიც ჩვენ დიდი მადლობა დაკავშირებით. მე თქვი დაგიბრუნდებით აუცილებლად. მადლობა. თუ დაგიბრუნდა შენ და კითხვით უნდა დაგიბრუნდე. მეოთხე კითხვის დრო მოვიდა. აი შენ რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტივისტი იყო. მიაქცევდი ყურადღებას ერეკლე დეისაძეს. კი, რა თქმა უნდა. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. სულ რაღაც ორი კითხვა გაშორებს გარანტირებულ 400 ლარს. შენ რატომ მიაქცევდი ყურადღებას აქტივისტი რომ ყოფილიყო? და რას მიაქცევდი ყურადღებას? ერთმა დამეფაროს ვიყო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტივისტი. ეგ ერთი. აი თქვა და ხარ. იმიტომ რომ ლაშა ბუბაძე მე ხალხს გამოაქვეყნა ეგეთი ესე პირველი რუსის ამბავი. აი თამარზე რომ მაშინ რაღაც ამბებიათ და ეს ძალიან ცალდა განხილული და იქ თავდება ძალიან საინტერესოდ ეს ესე რომ მე ასე მასწავლეს თუ ადამიანში ებრძვიან თავისუფლებას, მასში ებრძვიან ქრისტეს. ქრისტე არის სიყვარული და თავისუფლება. და მე ამ ადამიანებში ვერ ვხედავ ვერც მტრის სიყვარულს, ვერც მერთის სიყვარულს, შესაბამისად ერეკლე დეისაძე მისაქცევი ობიექტი იქნება მათთვის.
ანუ შენებრივი აქტივისტი იქნებოდა მისაქცევი. კი, აუცილებლად. თანამედროვე ქართულ მწერლობას თქო უნდა იცნობ წერლებს. პირადად თუ იცნობ ვინმეს? პირად კონტაქტებს ვერიდები ამ შემთხვევაში. თუმცა რამდენიმესთან მეგობრობ კიდეც და აი თანამედროვე პროზა შემიძლია, აი მართლა ბლატავით თქვა რომ ძალიან მაგრად ვიცნობ თავიდან ბოლომდე. თუ კი ვინმე დღეს რამეს წერს, აბსოლუტურად ყველა ავტორი ვიცი. ვიღაცა ყარეს შეთვის უფრო. კი, არიან ესეთები რამდენიმე. მაშინ ახსენებ ხშირად და მეგობრობ. ლაშასთან არ ვიცნობდი და ამ ამბების შემდეგ გავიცნობ შეგეხვიანა? კი, ყველაზე დიდი თანადგომა ამ ადამიანმა გამოხატა ჩემს მიმართ. მithumedes არ ვიცნობდი და კიდევ ერთხელ დანარჩენებმა ვარ ლაშა. დანარჩენებმა უფრო გამიკვირდა მე შეგეხვიანა კიდევ თქვა როგორც კოლეგას, როგორც არ ვიცი. კი, ჩემი თაობიდან რამდენიმე ჭყალებში მეგობარს თუ არ ჩავთვლით ამხნევებდნენ და ჩემ გვერდით იდნენ ადამიანები, რომლებსაც მართლა ჩემ წერლების ასწავებად არიან დაყოფილები, აი ესე იცი. ძალიან საზღვრებაა და საქართველოში არის ეგეთი რაღაც და უფრო მოხდა იცით რა, დაიბოღნენ რეალურად რა. იმიტომ რომ ტიპები ყველაზე არ მაქვს საუბარი და არც კონკრეტულ რამდენიმე გულისხმობ ამ შემთხვევაში ნახევარი ცხოვრება გადადის იმისათვის, რომ რაღაცა რეზონანსი ჰქონოდათ. ახლა შემოვა სტუდიაში ადამიანი, რომელიც დაგისვავს მეხუთე კითხვას. და შენ გვითხარი მე არის თუ არა ეს ადამიანი, რომელიც იმ სიაში მოხვდა, რომლებიც დაიბოხდნენ. აჰა. სტუმარი ჩვენ სტუდიაში. დათო დეფი გოგიბედაშვილი. მეხუთე კითხვას დასვავს დეფი. როგორ ახარ? არამიშავს გმადლობ თქვენ. მეორედ არის უკვე სიმართლის დროში. ფანტასტიკურად გიჭირავს თავი, სიმშვიდით და შურშენი, მე მე მანდროვიჯექი კი ნაღამ გავთავდი ანგურზე ისო ღელავდი. მეხუთე კითხვა. მიგაჩნია რომ ნიჭიერი მწერალი ხარ. ანუ მიგაჩნია რომ ნიჭიერი მწერალი ხარ თუ არა? ბინძური ნიღბის მიღმა ნაპოვნი აგრესიული სინამდვილე თუ შოკური თერაპიის პირველი რეალური შედეგი. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა. იპოვის თუ არა ტრადიციების წინააღმდეგ ამხედრებული მწერალის სინათლეს ბინძური გვირაბის ბოლოს. შენ დოკუმენტური კინოს რეჟისორობა შესაძლოა პორნოგრაფიით გაგრძელდეს? ნახეთ, ერეკლე დეისაძის სიმართლის დრო. მეხუთე კითხვა. მიგაჩნია რომ ნიჭიერი მწერალი ხარ. ანუ მიგაჩნია რომ ნიჭიერი მწერალი ხარ თუ არა? კი, რა თქმა უნდა. დაველოდოთ. რა სიტყვის ქვეცნობიერი? ეს პასუხი არის სიმართლე. ილოცავ, საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანი ხარ. თუ იცნობ ის მწერლობას? კი, აი ამ მისი წიგნით მომიწია გაცნობა და თქვი კიდევაც კომენტარი, რასაც მოყვა ასევე სხვანაირი გაგება.
თვითონაც ესმის მეგონი ადამიანს რომ არსებობს ჟანრი ხელოვნებაში, მუსიკაში, კინოში, ლიტერატურაში ტრეშის, იცი შენ ეს რა არის და ამას აკეთებს თვითონაც მეგონი აკეთებს შეგნებულად. მე ამაზე ვთქვი სწორედ იგივე რომ ტრეშზე, ანუ ნაგავზე, ნაგავი ლიტერატურა და არა ხარისხობრივი და იმის. ატყდა უარესი ნაგავი. აი ის რაც ატყდა ნანკა, ერეკლე, პატიცამულ აუდიტორია. ჩემთვის არის მეუღებელი, შენთვის არის მეუღებელი, მაგრამ მისთვისაც მეუღებელია. მაგრამ სხვა არის აქ ნიჭიერების საკითხი, კომპეტენციის საკითხი, ჩვენ არ მინდა ლაპარაკი ხა ნიშეზე. და არც იმაზე ცოტა მომხდა სხვათა შორის შენი ნათქვამი მომჭრა ყური, როდესაც ამბობ რომ არ გინახავს საქართველოში, უბრალოდ თბილისში 100 კაცზე მეტი აუდიტორია პოეზიის აღამოძღე ხა. ნუ ან დაეცალე ჩემს აღამოებს, ან ბოლოს ნახე ინტერნეტში, იმიტომ რომ ხა ამაზე ნათქვამდა უნივერსიტეტის დარბაზში. თქვენ მართლაც რო არ უჩივით სამკაული. სამკაულის მერე ხა გავაკეთე 450 ადამიანი იყო და სხვათა შორის კოლეგიალობაზე იყო სწორედ რა. ანუ წინ არის საქმე. ლაპარაკი და აი ამ კოლეგიალობის და გამო მინდა გავაკეთე ესეთი ჟესტი შენდამი. გაჩუქო რაღაცა სრულიად ფანტასტიკური წიგნი შეიძლება შენს გახსნა კითხული. ეს არის სრულიად ფანტასტიკური, გენიალური ბრწყინვალე ნიმუში ჰუმანიზმის სათნოების, ნიჭიერების ერიკ ემანუელ შმიტის ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი. რომელიც მინდა რომ ამ კაც კონდეს ეს, რადგანაც ეხა წაგიწერ და ზიასობრებოდი წინაშე ერეკლეს დეფისგან. როგორ მოგეწონა სტუმარი? ძალიან. შენ თუ ის მის პოეზიას გეტყვით ყველაფერს, ჯერ წიგნი არა. ჯერ დასაჩუქრდი. აი ეს მინდა კონდეს ერეკლე შენ, ჩემგან და დიდი მადლობა. და რო წაიკითხო, უარადაც წაგეთქვი, გარანტიას ვაძლევ რომ ეს უწყენელესი ნამუშევარია, სწორედ იმისი რომ ლიტერატურა უნდა აერთიანებდეს, უნდა კრავდეს სამყაროს და უნდა ხდიდეს უკეთეს სამყაროს და არა ანგრევდეს და არ უნდა იყოს დესტრუქციული. ის რაც გამოიწვია შენმა წიგნმა, მე მარტო გილოცავ, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია ბევრი რამ. ნუ ეპატაჟი საერთოდ არ მიყვარს, მით უმეტეს ცოტა საერთო ეპატაჟი. აქვს მნიშვნელობა. ასაკსაც აქვს მნიშვნელობა, თუმცა ეხა ასაკი ამ ეპოქაში არ არსებობს. აღარ, კარგი. და მეორე საკითხი არის რომ როდესაც საუბრობთ რაღაცაზე ჯობია რომ აი იგივე თქვენ ხალბატონო როცა ამბობთ რომ ეს ქვეცნობიერი ტექსტები რაღაცა იცი რა ბევრი ასეთი რამ შექმნილი რაც შექმნა ერეკლემ მთელი მსოფლიო არის წალეკილი ასეთი რამ მსოფლიო და ეს ჯობია რომ ჩვენ დროზე ავიცრათ ამისგან და უფრო განათლებულები ვიყოთ უფრო უკეთესები და გვიყვარდეს ერთმანეთი ყოველთვის ყველგან ეს თავარია ოკეი გელობები და დიდი მადლობა დეფი მაგრამ წარმატებები დიდი მადლობა ჩაო არაჩვეულებრივი სტუმარი ყავდა ხა მითხარი არის თუ არა იმ ადამიანთა სიაში რომლებმაც თქვათ იცი იმ ადამიანთა სიაში მე მომხდა რამდენიმე ესეთი რომლებსაც უბრალოდ ტელევიზორში გამოჩენა გაუხარდა და კრიტიკას იღებ შენ ჯანსაღად თუ ვერ იღებ აი თქვათ ან მიიღებ ვის კრიტიკას ან კონკრეტული ადამიანის აი მოდი ჯერ დამისახელე ვინ იყვნენ ის რამოდენიმე ადამიანი რომელიც მოგხვდა და რომელსაც გაუხარდა ტელევიზიაში ტელევიზიით გამოჩენა არ დავასახე არ დაასახე არა უბრალოდ არ იქნება მეც მათავემგვანები და ეგ არა არ მინდა რომ გავდე იმას ვისი პოზიცია ჩემთვის მიუღებელი კარგი ყოველთვის როცა შეფასებას აკეთებ უნდა კონდეს არგუმენტი ამას და მათ შეფასებაში მე ვერავითარი არგუმენტი ვერ დავინახე ამის თორე დიდი სიამოვნებით მე ნებისმიერ შემიძლია მოусმინო აი ნებისმიერს უბრალოდ თუ მისი ესე ვთქვათ შეფასება იქნება არგუმენტი და ვინ მოგწონს მარტივად კითხე რამოდენიმე წუთის წინ აი დეფის პოეზიას იცნობ საერთოდ დეფის პოეზიას კი რაღაცებს ვიცნობ ძალიან კარგად არ ვიცნობ იმიტომ რომ დეფი ძალიან პროდუქტიული პოეტია ან ძალიან ბევრს წერს და ამ ხო შეიძლება კარგად ანუ შენთვის თქვა კრიტიკა გასაგებია ვიღაც აზრი არ გაინტერესებს რჩევას იღებს ერეკლე თუ ვერ იღებს დეფის გარჩევა მისაღებია შენთვის დეფი ლიტერატურა იცის და ესმის და მისაღებია კი ან დეფის ეთქმის, იმიტომ რომ მას ყოველთვის ექნება არგუმენტი, ჩემი აზრით. თუ არგუმენტი არ ექნება, რა თქმა უნდა არ მოусმენ, მაგრამ ოდესაც არგუმენტირებული იქნება, დეფის რომ არ იყოს, ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს, მე მივიღებ ამ შენიშვნას და კრიტიკას. ვიცი რომ შენ რაღაც მეცახელი გაქვს ქუთაისში და აქედან გამომდინარე, მოდი ამას მერე დავაკონკრეტებთ რა მეცახილებ, თუმცა კითხვიდან უკვე გამოჩნდება, საითკენ მივდივართ. მე-6 კითხვა. სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობა მიგიღია?
არა. ეს პასუხი არის სიმართლე. შეხომ ხდები რატომ იყო ეს კითხვა მოხვედრილი? კი, მივხვდი. მოყევი, ვინც ვერ მიხვდა აუხსენი. ხო, აი შოკოლადის ისტორიაში იყო ეგეთი ფრაზა, როცა მე ვუთხარი ჟურნალისტს ამ შემთხვევაში რედაქტორს, ჟურნალისტს ნინო ლომაძეს, რომ მე პატარა სატანუკას მეძახიან, ანუ სატანას. ნუ საქართველოში სატანურ რიტუალად შეიძლება ჰელოვინიც ითვლებოდეს, დავიწყოთ აქედან. იმიტომ რომ როდესაც ხედავენ ნიღაბს და შეღებილ ადამიანებს, გონიათ რომ ეს აუცილებლად რაღაცის კერპთაყვანისმცემლობა და ესე შემდეგ. დავიწყდებათ თავიანთი ძირძველი ტრადიცია, ბერიკაობა და სხვა უამრავი, რაც ოდითგანვე არის დამკვიდრებული საქართველოში და დღესაც გრძელდება. მე დავსწრები ვარ ეგეთ რიტუალებს ვერ დავარქავ, ტრადიციულ რიტუალებს კი, ან სვანეთში არის ეგეთი სკალდობა, იქ ვარ ნამყოფი. როგორც ამბობენ, მიუღებელია ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე ეს. ჩემთვის რა არის მიუღებელი ყველაზე მეტად? ჩემთვის რა მიუღებელი? ჩემთვის მიუღებელი ბევრი რამე არის, მაგალითად ერთ-ერთი არის როცა სხვისი აზრის პატივისცემა არ ხდება, ეგ ერთი. როცა სხვა ლანძღავ ადამიანს არგუმენტის გარეშე. როცა ორმაგი მორალით ცხოვრობ. ერთის მხრივ ამბობ, რომ ქრისტიანი ხარ, და მეორეს მხრივ როცა ქრისტე გეუბნება და ქადაგებს, რომ გიყვარდეს მტერი შენი. შენ მტერი კი არ გიყვარს, მტერს ურტყამს ცემ. და ეს გაქვს ერთ მოთხრობაში, ხო? როდესაც მამაში თქვა რაღაც წმინდა გიორგის ხატზე უყვება შვილს. მამა. აი ზუსტად ამაზე გაქვს საუბარი. კი, მან თაობებზეც არის რაღაც პარალელი. კი, მაგრამ ნუ რაღაც მე თვითონ ვერ გავათვითცნობიერე, იმდენად რაღაც დახუნძლული ტექსტი გამოვიდა, როგორც ხვებისგან მესმის. შენივე ტექსტი ვერ გააცნობიერე, ანუ გავაცნობიერე, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც ანუ ყველა სხვადასხვა რაღაცას ხედავს ამ ტექსტში. თუმცა მე დიდად არ გვიждები მაგ მოთხრობაზე. მაშინ ახლა მითხარი, რამდენად მისაღებია შენთვის ის ფაქტი, რომ გახდე 400 ლარის მფლობელი და მე უნდა გკითხო, გადავდით თუ არა მეორე ეტაპზე? კი. გადავდივართ. გადავდივართ. შვენიერი გადაწყვეტილებაა და გადავდით მეორე ეტაპზე, რომელიც შედგება 5 კითხვისგან. თუ ამ კითხვებსაც შენ სიმართლით უპასუხებ, გახდები 4000 ლარის მფლობელი. მზად ხომ ხარ? კი, მზად ვარ. ძალიან კარგი. მოკლედ დეფიმ აღნიშნა, რომ არ უყვარს ეპატაჟი. შენ საკმაოდ ეპატაჟური პიროვნება ხარ თუ ესეთად შეგრაცხეს? ვარ. ხარ. აი როგორ ფიქრობ, შენი ნაწარმოებები ეპატაჟური ხომ არის? კი. შენ განზრახ აკეთებ ამას, რომ ესეთი რეზონანსი მოყვეს თუ უბრალოდ მოყვა ასეთ რეზონანსი? აი გულახდილი რომ იყო და მითხრა, ხო შეგიძლია? განზრახ აკეთებ. ყოველთვის ამბობ მაგას. უბრალოდ რაღაცები აღიქმება ისე, რომ ეპატაჟად რა ჩემთვის საოცარია. ჩემთვის შეიძლება არ იყოს ეპატაჟი, მაგრამ ამაზე ანუ ეგება ხალხი, ხო? კი, მაგრამ ვინ ეგება? რაღაცები განზრახ არის. აი აქტიურად ვინ ეგება? ვინ წამოაგე? მოდი მარტივად გეტყვი. შენ ხო ამისთვის აკეთებ რეალურად რაღაცა? ფარისევლები, ერთ სიტყვად ვთქვა. აჰა. მოდი პირდაპირ კითხვას დაგისვავ. კი ბატონო. მე-7 შეკითხვა მეორე ეტაპის პირველი კითხვა. მადლობელი ხარ მართლმა დიდებელი მშობელთა კავშირის შენი პოპულარობის გაზრდისათვის. კი. ოჰო. ეს პასუხი არის
მოგესალ. მოყევი შენს მშობლიურ ქუთაისზე. რა ხდებოდა იქ? რა გარემოში იზრდებოდი? ბირჟაზე ხარ აი ბირჟას რო ეძახიან. ხო. კი? აუ დგარ ვარ თუ არა? ხო. ვიდექი რომელია? საქმეებსაც ვარჩევდი და საქმეებსაც არჩევდი? აიო. კრიმინალურ გარჩევებში წყوار მიგიღია მონაწილეობა. დარბაზიდან და შეუძლია გაიკითხოს. ვერ წარმოუდგენია ეს. ხო. რატომღაც მაგრამ ვიყო. დამე კრიმინალური გარჩევა ხომ არ გახსენდება? კი. იყო პირდაპირ თქვა ცემა ჩემს მიმართ რაღაც რაზბორკა ისინი მეტი იყვნენ მოგვერი ჩვენ დავიჩაგრეთ ესე ვთქვათ და მე გადავწყვიტე რომ თავიანთ ენაზე დავეპარკებოდი მათ ერთ-ერთ ავტორიტეტთან ავედით ამ ჩემი ლექსის გასარჩევად ესე ვთქვათ მაგრამ თვითონ ფაქტი იყო ცოტა ძალიან ისეთი ფრაზაზე ხო? კი, ფრაზაზე იყო. მე გამოვცე ერთმა რაღაცამ, რომ ეს ბავშვები, რომლებიც სკოლაშიც არ დადიოდნენ და არ სწავლობდნენ და ესე ვთქვათ, სამოსნები იყვნენ, ჩემი ლექსები აღმოჩნდა, რომ იცოდნენ ზეპირად და ძალიან გამიხარდა და თან გამიკვირდა. და აქსეროქსებდნენ დადიოდა ხელიდან ხელში. არა, ხო, ფრაზას ვიტყვი. იქ იყო ეგეთი ფრაზა რომ შენს გამომცხარ პეროქს დედა ნეხვის გემო გქონდა. აჰა. ესე ძალიან ძველი ლექსია ეს. და ეგეთი არგუმენტი იყო რომ როცა მას წერა ნეხვი ნაჭამი გაქვს ძმაო. მე შესაბამისი კითხვა დავსვი რომ ამბობენ ეგრე ჩემი დედა, მაგრამ მართლა ხდება ეს? ასეულად ლოგიკური შეკითხვა იყო ჩემი მხრიდანაც. პირდაპირ მერვე კითხვას დაგისვა მაშინ. საინტერესო ამბის შემდეგ. ქუთაისის მორალისტურმა და ქურდულმა გარემომ გაიძულა ასეთი ავტორიტეტის მოპოვებისკენ სწრაფვა. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ეს დავამატებდი, რომ მე არ ვძახავ რომ ვიღაცები ქუჩაში დგანან და რატომ დგანან ისინი. როდ აქ არის ბალანსი საჭირო დავიცოთ. ერთი უკიდურესობიდან არ უნდა გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში. ანუ ჩემთვის შენ არ გადავარდე ერთი უკიდურესობიდან. არანაირად, იმიტომ რომ მე ისიც ვნახე და არჩევანი გავაკეთე. მაგრამ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა როცა ერთს ნახავ და იქ დარჩები რა. მაგრამ ქუჩა ძალიან მაგარია იმ ხრივ რომ სწავლობ ადამიანებს ყველაზე უკეთ სწავლობ ადამიანებს ქუჩაში. აი ვერცერთ წიგნში მე ვერ დავინახე რაც წამიკითხავს ის რაც ქუჩამ ასწავლა იმ ხრივ რომ მე ვიცი ადამიანის ცნობა. ეს ბიჭები ერთგვარი ფსიქოლოგები არიან. ხდებიან ვინ რა ტიპია, თუნდაც მანერით რაღაც სიტყვით. ეგრევე ხდებიან საიდან არის, რომელი ქალაქიდან, რომელი სოფლიდან. ეს ერთგვარი რაღაც ესეთი აკვეთილი იყო ჩემთვის, რომელსაც არ უნანობ, რომ ეხა მე რატო ვიდექი ქუჩაში საჭირო იყო და ვიღაცებმა ეს უნდა მათი არჩევანია. გასაგებია. არჩევანი. მოდი ვისაუბროთ ახლა შენს აი ამ წიგნზე. საიდუმლო სირობა, ხო? კი. რატომ დაარქვეს გავარკვიეთ, მაგრამ უმეტესობა პერსონაჟებისა, უმეტესობა რანუ აი თქვათ, რამოდენიმე მათგანი ძალიან მოწადინებული და მოწონთ თუნდაც ზალადობა. კი, სავსეა ჩემი ტექსტები ზალადობით არის. შეთვლი ამორალურია შენი მოთხრობა თუ არა, მოდი ჯერ ეს მითხარი. თავში აღნიშნე რომ არ შეიძლება ლიტერატურას შეხედო მორალით. არ შეიძლება. არანაირად. პერსონაჟები თუ არიან ამორალურები, მაშინ ეს მითხარი. შეიძლება პერსონაჟი იყოს ამორალური. შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. ყველა არა, ჩემი რატომ არის გაშლენილი ეს აგრესიით ეს ყველაფერი?
გარემოებიდან გამომდინარე ესე და ესე, იმიტომ რომ მე გავიზარდე 20 წლიან კოშმარში, სამოქალაქო ომი იყო 90 წელს დავიბადე და აი უფროსი თაობის ბაბუები ამაყობენ რომ რევოლუციას მოსწრებული კაცი ვარო. მეც მოვესწარი უკვე 20 წლის ასაკში რევოლუციას, ომს. თუმცა ვერ ვიტყვა ძალიან განსაკუთრებულად ჩემო ხო ისე არ შემხებია როგორც წინა თაობებს, ისინი პოვის რიგებში იდნენ, უჭირდათ საჭმელი არ ქონდათ. მე ეგრე აღემო ზოგადად მაინც აი რაც კი ხდება ქვეყანაში ამ ხელ არ მეტყობოდე შეიძლება, მაგრამ ყველაფერს ორმაგად განვიცდი რეალურად. შენ როგორ გქობ შენ თვითონ აი ნატურით სადისტი ხარ თუ მაზოხისტი? არც ერთი და არც მეორე. არც ერთი და არც მეორე. არანაირად. პერსონაჟი ამბობს რომ როცა სხვა უბედურია მე ბედნიერი ვარ და ჩემთვის ეგ ნამდვილად არანაირად. მოდი მე 9 კითხვას დაგისვა. კი ბატონო. საიდუმლო სირობის მიღმა კარგად შეფუთული მკვლელი იმალება? არა. რამდენი ფიქრია? უიარა ხო? ბეცნობიერს შევხედე. ეს პასუხი არის კილერო შენ. ვედი გვაქვს გული ბიბზი აბარა. სიმართლე. გილოცავ 9 კითხვა უკვე გავიარეთ და მე-10 კითხვას ალბათ პრინციპში ჩვენ იმდენი ვისაუბრეთ მშობლებზე და შენს პერსონაჟებზე რომ მოდი პირდაპირ დაგისვავ. ამიტომ რომ ამ თემაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ უკვე. არჯობია? ვილაპარაკოთ კიდე? ხო. მოდი მაშინ ველაპარაკე. და საქმიანობენ შენი მშობლები. მოდი დავწყოთ აქედან. რა საქმიანობენ? ხო. და დედა მუშაობს, მამა არა, მაგრამ ასე ვთქვათ, საოჯახო საქმეებს უწყება, ანუ ერთმანეთს ძალიან გვერდში უდგანან. ერთადის ერთა ხარ შენ თუ ყავს და ძმა? კი. ვიღაცებს გონია რომ დამყავს, რადგან დაზე ვწერ, მაგრამ და არ მყავს. შენ ისეთებს წერთან შენს დაზე, კი არა, იქაო დაზე, ხვდები ხო მეც გაგაიგე. ჩემთვის ჩემი ოჯახი სამაგალითოა. და დედა ჩემის და მამა ჩემის დედა ან მამა. რა სასაცილოა. ნუ არ ვიცი. არ ვიცი რა. მამა ინჟინერია და დედა ფილოლოგი. ცოტნია დასამალი იყო ხო? ცოტა დღეს პრესები მუშაობ. დედა მუშაობს. დედა ხო მამა ხო თქვი რომ არ მუშაობს. ძმა რას აკეთებს? სტუდენტია. სად სწავლობს? წერეთლის უნივერსიტეტში, წერეთლის უნივერსიტეტში თავისი ჯგუფიც აქვს შექმნილი. მუსიკალური განხრით მიდის? უყვარს მუსიკა და რაღაც ის. შენი მუსიკა და შენი კომპოზიციები თუ აქვს მოსმენილი, საერთოდ შენი მოთხრობები თუ აქვს წაკითხული? კი, წაკითხულიც აქვს. კი, მოსწონს, იმიტომ რომ ანუ თანამოაზრე. საკმაოდ შეგნებულია ბავშვია. რაღაც წიგნები, რასაც მეკითხულობდი, გარკვეულწილად მასაც ვაძალებდი ხოლმე, რომ ნახე ძალიან მაგარია და თვითონაც რაღაცებს ამოღავებდა. დიდად არ უყვარს კითხვა, მაგრამ მაინც რასაც ვკითხულობდა. მაშასე მე-10 კითხვისთვის თუ ხარ მზად? კი. ხარ. მე-10 კითხვა. მშობლებზე იგივეს ფიქრობ, რასაც შენი გმირების უმრავლესობა? არა. არა. მიღებული პასუხი. ეს პასუხი არის
სიმართლე. ერთადერთი კითხვა გაჟღერს 4000 ლარს. ვაგრძელებთ თუ არ ვაგრძელებთ მითხარი? ვაგრძელებთ. კი ბატონო. მოდი ყველანაირი შესავლის გარეშე, თუმცა პატარა შესავლის გაკეთება მაინც მოგვიწევს თეატრალურში სწავლობ, ხო? კი. და რაზე სწავლობ? დავაკონკრეტოთ. დოკუმენტური კინოს რეჟისურა. შვენიერია. აი ხო და ამაზეა მე-11 კითხვა. დაგისვა? კი. კი ბატონო. შენი დოკუმენტური კინოს რეჟისორობა შესაძლოა პორნოგრაფიით გაგრძელდეს? კი. 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 ნუ ახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. 4000 ლარის მფლობელი გახდი და მოდი ახლა ერეკლეს ვკითხო. 4000 ლარი შენი უკვე გახდა. მე უნდა მოგილოცო და გილოცავ. იხარია თუ რაღაცნაირად? მკვდარი ვარ. რა მოგაკუდინა? მითხარი ბოლო-ბოლო მე-3 ეტაპზე გადავდეთ თუ არა? არა. ავასრულოთ 4000 ჩაი შეირგებ. აიღეს. არა, ეგ. საინტერესო კითხვებია. წამოდები სახლში. საერთოდ რა სიზა? წავიდე მირჩევნია. მე-3 ეტაპზე გადავდეთ ვარ კი თუ არა? არა. არა. წყვეთ თამაში. ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება. დიახ. კი. ანუ 4000 ლარი გვაკმაყოფილებს. ეხლა ვეღოთ. მაშინ მე გადამჩენია მოგილოცო. ძალიან კარგი იყო შენთან ურთიერთობა, საინტერესო რაღაცები გამიგე, იმედია ის სიმართლე ითქვა რომ ის სურვილიც ჰქონდა. მოდი მადლობა ამისთვის პირველ რიგში თქვენ და თქვენს გადაცემას. გილოცავ 4000 ლარს და იმედია კარგად მოიხდა. კი, იმედია. აბა მეტია. დავეცი და გავაცნობ